რკინა, როცა ჯანგბადის კონტაქტში შემოდის, ოქსიდაცია კეთდება. აი ნახე, ოქსიდაცია, დაჯანგდება. ისევე ესე ჩვენი ორგანიზმია, ანუ ჩვენი შიგნით უჯრედები და DNA-ა. ჩვენ რო სუნთქავს ჯანგბადი, ის ჯანგბადი შიგნით ენერგია გვაძლევს. და ენერგიისთან ერთად თუ ადამიანი არის სტრესში, დიდი შაქრიანი საჭმელი, ბევრი ნახშირწყლები და უძილობა. იმ შემთხვევაში ხდება ოქსიდური სტრესი, ჩვენი უჯრედები და ჩვენი DNA-ები რო გაფუჭდე, სულ მაგისი საფრთხე ემუქრება. ეს რო არ ქონდე, ან ნაკლებად ქონდე, ეს მაინც იქნება. რა უნდა გააკეთო? ყოველთვის უნდა ცადო, პირველი არის ძილი. 8 საათი აუცილებლად უნდა დაიძინოთ. არის ბალახეული, ეგეთი ბალახეული, რომელიც ამცირებს ოქსიდური სტრესი. რომელია? პირველი არის კურკუმინი, მეორე მწვანე ჩაი, კიდე თესლეულები, გოგრის თესლი, ჩიას თესლი, სელის თესლი, ეს ყველაფერი ერთ დღეში არა, მაგრამ თქვენი კვებაში თუ იქნება ეს, თქვენი ოქსიდური სტრესი იქნება დაბალი და როცა ადამიანს აქვს დიაბეტი, ცხიმოვანი გვიძლი, ჩათვალე რომ იმ ადამიანის ოქსიდური სტრესი მაგალია, ანუ დაბერების პროცესი უფრო სწრაფად ხდება. იმიტომ სუფთად ჭამე, კარგად დაიძინე, ოქსიდური სტრესი იქნება დაბალი და მალე ადამიანი არ დაბერდება. კარგად დაჭამთელა.